გამომჩნდებისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენ დღეს საინტერესო სტუმრები გვყავს ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ბატონი დემურ გიორხელიძე და ბატონი გიგლა გობეჩია. მოგესალმებით. ეს არის ქართულ ხალხთა ქართულთა დიდი გაერთიანება. ესეთი მამამთავრები ხართ ამ გაერთიანების. ჩვენ ყველა მამამთავრები ვართ, იქ მოდის ასე. იქ მოდის ძალიან კარგი. ანუ პარიტეტის საწყიზე. ერთი უცნაური კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო. ივან ჯავახიშვილის ხო გჯერავთ? არა, ხო არა. ეს ჩვენ არ თუ გჯერავთ ივანე ჯავახიშვილი. სამხელისუფლებისკენ უნდა არა, მე თქვენ გეკითხები. ხო, დიდი ივანესი არ გჯეროდეს. ხო და აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელსაც ჯერა ივანე ჯავახიშვილის და 46 წელს მისი თაოსნობით გამოიცა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება ივანესი და ეფთიმისი. და აი აქ მე წავიკითხავ, რომ არავინ არაფერი დამაბრალოს. ნახეთ გიორგი მთაწმინდელის სიტყვები მე-11 საუკუნეში ქართველები, რომლებიც ქართველებს მიწას გაუყიდიან და მათ ადგილზე სხვებს დაასახლებენ, ანათემას არიან გადაცემულნი და წყეულებად და ქრისტეს გამყიდველებად ცხადდებიან. ანუ ეს პრობლემა ჩვენ მე-11 საუკუნეში გქონდა და სამწუხაროდ ალბათ ადრეც კიდეც, მაგრამ ეს იმდენად მტკივნეული იყო და არის და იქნება საქართველოსთვის, რომ აი ასეთი გიორგი მთაწმინდელსაც დაეჯერება. ხო, მე მართლაც მჯერა, რომ ის ქართველები, ვინც ამას ჩადის, ისინი მართლაც ანათემას არიან გადაცემულნი. მაგრამ ტრაგიკული ის არის, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ ჩვენ იგივე პრობლემის წინაშე ვდგევართ და ეს სხვანაირად არის გასააზრებელი. მე შემიძლია პარალელი გავავლო. ბრიტანეთში, ინგლისში მიწა ეკუთვნის გვირგვინს. ჩვენ არ ვიცით კარგად ეს ყველაფერი, მე მაინტერესებდა და სპეციალური ის არის. ინგლისის მიწების 70%-ს ფლობს ვილჰელმ დამპყრობელის ჯარისკაცებისა და გენერლების შთამომავლები. დააკვირდით, რამდენი საუკუნეა უკვე გასული, აი ცნობილი ჰასტინგის ბრძოლა და ასე შემდეგ, პირველი დაპყრობა ბრიტანეთისა, ასეთი დიდი და ეს ყველაფერი მემკვიდრეობით გადადის, მაგრამ მიწა არ არის რომელიღაცა ლორდის ასე. მიწა არის გვირგვინის. როდესაც ჩვენ ძალას მოვიკრებ და მივალთ, ჩვენ დაახლოებით იგივე ფორმულირებას გვირგვინამდე მივალთ. საქართველოს მივალთ აუცილებლად. საქართველოს მიწა, მის საზღვრებში გრინდებარე მიწა ეკუთვნის საქართველოს, მის შთამომავლებს და არავის უფლება არ აქვს. წყალით, მიწა, წყალით, მიწას და წყალით და ქრისტეს გამყიდველებად ცხადდებიან. სწორად ცხადდებიან და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ეს ეკლესიამ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ქრისტეს გამყიდველება და შერაცხოს ისინი. ჩვენ კი შეგვიძლია საერო პოზიციიდან ერთი სამარცხვინო დაფა უნდა გავაკეთოთ, სადაც ყველას სურათი უნდა მივაკეთოთ. ვინ საქართველოს მიწა გაყიდდა? ვინცაც გაუყიდია და ყიდის სამ საქართველოს მიწას. და თუმცა თქვენ ეკლესია ბძანე და პატრიარქმა დიდი ხნის წინ მოგვიწოდა, რომ ქართული მიწა და წყალი არ იყიდება, ის არ ეკუთვნის არავის, არც პატრიარქს, არც მეფეს, არც ხელისუფლებას, ის არის ქართული ხალხის საკუთრება და მე ეს მიმაჩნია მოწოდებად. თქვენ რა სიტყვით? აუცილებლად. მოგვიწოდა. 2017-ში გააკეთა პატრიარქმა ეს განცხადება, მაგრამ თითქმის 10 წლის. ხო, მაგრამ რა ასრულებს ვინმე? უფრო გამწვავდა სიტუაცია. უფრო გამწვავდა კიდეც და ეს ორად შენიშნა ბატონმა დემურმა, რომ აი ჯერ რამდენი საუკუნის წინ 10 საუკუნეა გასული იმ შემდეგ და ჩვენ იგივე წრეზე ვტრიალებთ, იგივე სიტუაციაში ვართ. აი გახსოვთ ეხლა რახან პატრიარქი ახსენეთ ქართველი ქართველს რომ მოკლავდა, თქვათ ის შერწყული უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. იყო ეს ინიციატივა ერთი პერიოდი, ოღონდ მე ესეთი დიდი 90-იან წლებში, მაგრამ დიდი ის არ მიეცა, ასე თქვა. აი დაახლოებით იგივე, აი ეს ფრაზა ნინო ეხლა რაც თქვენ წაიკითხეთ და აუდიტორიას გააცხანით, ხო? ეს ხო არსებობს, ეს ხო ისტორიული ფაქტია რა. ეს დღე-დღე უნდა ტრიალებდეს ნებისმიერ არხზე და უნდა იყოს მოწოდება, ანუ საზოგადოება უნდა მივიყვანოთ
ვისაუბრებთ იქამდე რომ ეს არც კი და გონებაშიც კი არ უნდა გაიფიქროს და როგორც იტყვიან ფეხქვეშ მიწა უნდა ეწოდეთ იმათ ვინც ქართულ მიწას გაკეთებს მაგრამ ისინი ამას არ განიცდიან არც კი გრძნობენ რამხელა და ისინი თავს იმართლებენ რაღაც ეკონომიკური აღმავლობით ტყუილია ყველაფერი ეს არის აი ეკონომიკასთან რასაც ლაპარაკობს დღევანდელი ხელისუფლება ინვესტიციებზე პროფესიული თვალსაზრისით ეს არის უვიცი ხალხის საუბარი იმიტომ რომ არაფერი კავშირში არაბულ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციურ პროცესთან და ინვესტიციებთან საქმე არ აქვს რაც შეეხება მიწის გაყიდვას 10,000-ობით ჰექტარია გაყიდული ქართულ ძიმე ისტორიაში ქართველი მეფეები იძულებული იყვნენ მუსულმანობა მიეღოთ გარკვეული მაგრამ არც ერთ ეხა როსტომ და ქართული მიწის გამორიცხული არ არსებობს ისტორიული ფაქტი როდესაც ამ მეფეებს გაეყიდა რამე პირიქით როსტომი რო აიღოთ ერთი მხრივ ძალიან მაგარი აღშენებლობა ჰქონდა მეორე მხრივ ის იძულებული იყო რაღაც გაეკეთებინა და დღესაც ვერ უპატიებიათ ქართველებს თუმცა ჩვენ ის ეპოქა ძალიან კრიტიკულად არ აგვაქვს გააზრებული მხოლოდ ზერელე წარმოდგენ. რაშიაც საქმე იცით, პრეცედენტი არ არის. ყიდი, ესე იგი შენ ასხმისებ ამ მიწას. მანახეთ ერთი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მიწის გასხვისების უფლება აქვს. ანუ სხვა დაამკვიდრო აქვს. დღეს სხვათა შორის კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული მიწა არ იყიდებაა, მაგრამ პიციმწამს ბოლო მაკვირვებს. ქართულ მიწაზე კი აღარ არის საუბარი. მე ვიცი თქვენთან გაერთიანებაში ამაზე იყო გადაცემები, მიუძღვენი საღამოები დავით გარეჯის გასხვისებას. ეხლა ეს რა არის, იცით? ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მას ჰქონდა წყომა დაუშვათ რაღაცა პირველი ნომრის დოკუმენტებთან, ვერაფერ დაუკავშირდით, თორე სიამოვნებით მოვიწვევდი. მაგრამ აი ნახეთ როგორი სიტუაცია დაუშვათ მე არ მჯერა რომ ეს მართალია მე მიგვირს პოზიცია ხელისუფლების ასეთ რამეს გაბრალებენ დავით გარეჯის გაყიდვას და შენ ნინო შევიძლია გითხრა რომ ლაზარე ჯორბენაძე პირადად ვიცნობ ის ახლა სასულიერო პირია ეს არის უნიკალური წარსულის მქონე ადამიანი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ისეთ რამებზე, რომელსაც მე საიდან ჰქონდა ბატონო? უნდა ვისაუბრო, თვითონ ისაუბრებს, ის არც მალავს არაფერს, რაც დაწერა, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ წვდომა მას ნამდვილად ჰქონდა თავისი სამსახურიდან გამომდინარე და როგორც საქმის მცოდნე და პროფესიონალი შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებაში ცოტა ვინმე მოიძებნება ისეთი, რომელსაც მას პროფესიულად შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ. ვერაფერს ვერ ადასტურებენ, გადაიყვანეს საქმე, ვითომ ტყუილია და ასე შემდეგ. ის კაცი ტყუილს უბრალოდ არ დაწერს. დაუშვა ტყუილია, მე ისი თქმა მინდა. მაგის რეაგირება მაშინ მარტივად უნდა მოხდეს. ხო, აი მაგას ვამბობ, აი ტყუილია, ხო არ გჯერა, ხელისუფლების გჯერა, ამას ვერ იკადრებდა ბიძინა ივანიშვილი, დაუშვათ. მაგრამ სად არის ახლა? მე რო ასეთი რამე განვაცხადო, დამიჭერე. ხო? ხო და მე ის კი არ მინდა რომ ვინმე უბრალოდ ან ის გააკეთე რა ქვია რაღაცა განცხადება გააკეთე ეს როგორ შეგიძლია რომ იგნორირება გაუკეთო ამ ვითარებას ხო მე როგორც ქართველი აი როცა ეს წავიკითხე ძალიან იმოქმედა ჩემზე მე ყველა ქალბატონინო ვართ საქართველოს მოქალაქეები შეურაცხყოფილნი ესე იგი ამ ქვეყანაში რაც გინდა გააკეთოს ხელისუფლებამ მიწა გაყიდოს, წმინდა ადგილებზე გაყიდოს, ყველგან ტბები, ტყეები, მდინარეები. ესე იგი და ეუბნები პროტესტს გამოხატავს საქართველოს მოქალაქე, ყველაფერზე ყურს იღებენ. ასეთი დიდი, ყველაზე დიდი ტირაჟის მქონე გაზეთში ქვეყნდება, რომ შენ ხელი გაქვს მოწერილი დავით გარეჯის გასხვისებაზე. ეს ხო არ არის რაღაც მეზობლის პატარა ეზოს რაღაცა გუნჭული და ნაწილი, ხო? ეს იმხელა ბრალდება პრემიერის წინაშე რომ ეს რომ მომხდარიყო 90-იან წლებში, მთელი მისი საგვარეულო ალბათ საქართველოსთან ვერ გაასწრებდა, ხო? ეხლა საერთოდ განცხადებას არ აკეთებს. ტყუილია, იმ დღეს გამოვიდნენ კიდე მისი ისინი ეხლა იდეოლოგები იქ რო ხარს რო უჭერენ პროპაგანდისტები. მაგაც საქართველოში დამქაშები ქვია. არ მოედგინეთო თქვენო, ესე იგიო, თურმე უნახიაო ლაზარე ჯორბენაძესო, რომ ხელი აქვს მოწერილი პრემიის, ერთი ფოტოაპარატი არ ქონდა. კარგი ვთქვათ, ლაზარე ჯორბენაძემ ფოტოაპარატი არ ქონდა და არ გადაუღია, ხო?
ჯერ ერთი ამხელა ბრალცის არა, შენი რეაქცია როგორია ხელისუფლების? დავასრულე ვერცუდი. წარმოიდგინეთ თქვენ ჯერ ერთი ვინ გარისკავს ასეთ რამეს ამხელა ბრალი დასდოს პრემიერს თუ არაფერი მაშინ სულელი უნდა იყოს. თვითონ პრემიერი, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ყველანი ხომ, ამხელა ნახვები აქ 10,000-ობით და ეს. ვეუბნებით რომ გაეცეთ პასუხი, თუ ცილის წამებაა, შეხელში არ არის ჯიბეში აქვს ხო პროკურატურა, სასამართლოც ყველაფერი დასაჯე კაცო ცილის წამებლები. და თუ არ არის ასე ხო, მაშინ ჩვენ ქართველი ხალხი, არა მხოლოდ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გვაქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს უფლება გვაჩვენონ დოკუმენტი. რა თქმა უნდა. მოითხოვთ, აი კიდევ ერთხელ მოითხოვთ, აგრე გვაჩვენეთ დოკუმენტი, არ მოითმეთ. მაშინ ჩვენც აღარ დაგემორჩილებით, კაცო. მე უფრო შევსწავლ, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აი ასეთ ვითარებაში ჩაგდება. აი ეს მიზეზი ხო არ არის, ეს ხო არ განაპირობებს, იმიტომ რომ მან ვერ მოაწერა ხელი და ყობახიძე მიკადრა. შტაბეჭდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაზარე ჯორბენა რაც მე შტაბეჭდილება, ეს არის კაცი, რომელიც შეშფოთებულია იმით, რათაც ვარ ჩვენ შეშფოთებული. ჩვენი დაკავშირება მოხდა მხოლოდ ამის საფუძველზე, რომ ქვეყანას ყიდიან. რაც შეეხება იმ დამქაშებს, რომლებიც სურათი არ გადაუღო, მე რამდენადაც ვიცი ბატონი ლაზარე ჯორბენაძე ყველა ამ დამქაშ შუბლზე დააკრავს იმ დოკუმენტს, რომელიც მათ დასჭირდება და ჩააგდებს უმძიმეს მდგომარეობაში. ასე რომ ძალიან საშიშრამეს ეთამაშებიან. ძალიან დავით გარეჯე ეს ჯერ ერთი მიწები ხო, როგორი ჩვენი მტკივნეული ის არის ადგილი ქართული მიწა-წყალი, ესე გასხვისება ხო, ჩვენი სამშობლო ხო მიწა. არა ვარსკვლავები. რამდენი დოკუმენტია. მხოლოდ მონასტერი ხო არ არის ეს? ეს დავით გარეჯე საქართველოს სახელმწიფო სულიერი საყრდენია ჩვენი მემკვიდრეობაა ჩვენი. თბილისის შემოგარენში არაბული სოფლები აქეთ შიდა ქართლი, აქეთ კახეთი, დოანი. აი ქვემო ქართლი, იქეთ აჭარანახეთ რა დღეშია? დღეშენთან ძალიან აბახმელა კოჯორის ხეობა, ბაზალეთი. ყველა შეშფოთებულია, იმიტომ რომ ეს რა რიცი? წეროვანი ხდება დემოგრაფიული ჩვენი კატასტროფის გამო ეთნიკური ბალანსი ირღვევა. მალე ეს ბალანსი იმ დონეზე იქნება დარღვეული, როცა საქართველოში დარჩება ქართველთა ის მცირე რაოდენობა, რომელიც ამ ქვეყანაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. აქეთკენ მიყავთ საქმე და ეს ყველაფერი შენიღბვა ამ პროცესისა არის ერთადერთი რამ ამიამით ქართველებს ასე ჯერა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ უკვე მოუარეს არ მოვერიდები დააჩმორეს, აი წინა ხელისუფლებასაც ეგონა რომ დააჩმორეს ქართველები, ამასმა გააგრძელეს ის გზა და გონია დააჩმორეს ბოდიშით ამ სიტყვისთვის, მაგრამ ფაქტის წინაშე უნდა დაგვაყენონ, როცა უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება, იმიტომ ვარ ჩვენ გააქტიურებული, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე როცა დავდგებით, მე ყველაფერი გვიანიქნება. აი მე ისე გიორგი მთაწმინდელს მიუბრუნდები მაპატეიგიგლა და ახლავე რადგან მე-11 საუკუნეში ის ამაზე წერდა, ესე იგი მე ქართველების იმედიც მაქვს, ხო იცი ერთი უდრის 1000-ო ნათქვამია როცა გაჭირვებაა და რა თქმა უნდა უფლის იმედი მაქვს რომ საქართველოს ასე ეს ვერ მიაღწევენ ამას ბატონო დემურდა ერთ პოლიტიკაში რომ გადავიდეთ მე ვფიქრობ რომ ყობახიძე მალე შეეწირება ამ თავის მაგრამ მისი აი უკაცრავად მაგრამ ირაკლი ყობახიძე რომ შეეწირება რა ივანიშვილი არაფერ შუაში არ იქნება ანუ მე რამდენი პრემიერი უნდა შეეწიროს რაღაცებს და ამ დროს ივანიშვილი გამოვიდეს სუფთა ეს როგორ ხდება როცა ჩვენ ვიცით რომ ივანიშვილის გარეშე ყობახიძე არაფრის გამკეთებელი არ ეს თამაში ხო იცით თქვენ დამკას რომ უძახიან აი ასე რო არის ხო იცით თეთრი და შავი ფიგურები და ასე დამტყმელი არის ერთი კაცი იგეთ რომელ გადააგდეთ თეთრია თუ შავი იმ შარა ის თეთრია ხელთუქმნელია ხო და იქით შავი პაიკებია პრემიერები ასე და რომელსაც მიერტყმს დაფიდან გააგდებს მე ახალი წარმოიქმნება ხო მაგრამ
დაუსჯელია. ნეტა კობახიძე მეც იფიქროს ამაზე, რომ მას დიდი ხანი არ დასჩენ გისმენთ. ალბათ ფიქრობს. აი, აქ ითქვა საიდუმლო ფონდთან დაშვების უფლება ჰქონდა მამა ლაზარეს დაუშვეს და როგორ აი ისინი ვინც ქილიკობენ ამ თემაზე, ისინი გაიძახიან, და ერთი როგორ ვერ ჩააჩხაგონა და გადაიღო. ეხლა რა მაგის მაგალითია მე არანაირი შეხება არ მქონია არასოდეს, აი როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მოგეხსენებათ 80-იანი წლები ეს ყველაფერი, საჯარო ბიბლიოთეკაში საიდუმლო ფონდი არსებობდა ჩვეულებრივად. მე მუშაობდი 18-21 წლების პრესაზე და ნუ მაშინ ახლა გაქნებულ გაბაბანებულ საბჭოთა კავშირში ეს მიუღებელი თემა იყო და რომ განაცხადი გავაკეთე დეკანატიდან წავიღე საჯარო ბიბლიოთეკაში და მივიტანე ეს ყველაფერი, იქ მოხუცი ქალბატონი მომისვეს, არავითარი ხა ფოტოაპარატი როდიდან მქონდა და შემეძლო ეს არაფერი, აი ზედმეტი არ უნდა გამეხედა, ის უნდა მეფურცლა და მეკითხა, მიჭდა და მეყურებდა სუბთელი, ანუ განძრევის საშუალება არ იყო რა. ან გადაღება ან რაღაცა ხო, ეგეთი გამორიცხულია. ეხლა ეს ერთი ამის უფლებაც არ ქონდა და მე რამდენადაც ვიცი, აი ამ ინტერვიუს ავტორი ბატონი დიტო მყავდა ყავდა ქართულთა გაერთიანების სტუდიაში და ისაურა მაგანი ეს გამორიცხულია, მაგრამ სწორად თქვენ აქ მეგობრებმა ხო, ასე ამხელა ბრალი ხა წარმოგიდგენთ ნებისმიერ ჩვენგანს რო წამოგვიყენონ და ის იყო სრულიად უსაბუზო, იწყება ელემენტარულად იმდრიდანვე მაშინათვე სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ. რამდენი ხანი გავიდა? 2 კვირაზე მეტია, 3 კვირაა თითქმის უკვე მესამე კვირა დაიწყო და პასუხი არ არის. ასე რომ მე ვერ იქნება ხო და ამაშია საქმე ხო, იმიტომ ხა ორი თავი უნდა ებას ადამიანს. პასუხი ვერ იქნება. ვერ იქნება. ანუ ისე მოუშვებენ იმას, აი იმ ფინიებს, რომლებიც დაიწყებენ გასავს და მაპატიეთ ჟარგონი და გაправებას ამ ყველაფერს. რაც შეეხება იმ მეძების გაყიდვას, აი მე მახსოვს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, უმაღლესი წარმომადგენელი ბედავს ხან, აბა მათ ჩვენეთ სად არის არაბული სოფელი? წავიდეთ ბატონებო, ეგერ კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ჯუღანში ამას წინათ ინტერნეტით გავრცელდა კიდეც ვიდეო, თქვა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, როგორ სასწრაფო წესით 17 ჰექტარი მიწა იქ რაღაცა ყალბი მანიპულაციები ჩაიგდეს ხელში არაბებმა, ქართველი შუამავლის მეშვეობით, მე ის ქართველი გარდაიცვალა და სასოფლო სამეურნეოს, არასასოფლო სამეურნეო მიწად გადაყვანა მოხდა ერთ დღე-ღამეში და გააკეთეს ვიღაცა მოსამართლემ, ხო? აი ეს მოსამართლე სამუდამოდ უნდა იქნა შეჩვენებული. აი მე მიმაჩნია რომ აქ ხელისუფლება მას არასოდეს არ გააკეთებს და შუა საუკუნეების საქართველოში არსებობდა ეგეთი წესი, სახალხო რისხვა, თემის შერისხვა, კი, ცუდი რაღაცა შეიძლება ვიღაცას ასოციაციები აღეძრას ამ ყველაფერს. სხვა გზა არ გვაქვს უკვე ელემენტარულ. ესენი უპრაგონოდ, აი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ეხლა ამ მიწების გაყიდვას აი ბატონ მინდემური შეეხო კიდეც და აქვს მეორე ასე ვთქვათ მხარე კიდე რა ეკონომიკური მონაცემები გვაქვს, რა მოაქვს ამ მიწის გაყიდვას. ის არაბები მეთქი ინდუსები, რომლებმაც მაშინ ქიზიყში იყიდეს მიწა, აგერ იყიდეს მიწა, ხო? თუ ის არ გაუვიდათ, რომ ინდური სოფლები ან არაბული სოფლები ან არაქართული სოფლები აშენონ, ხო? ნუ რაც მოყავთ, ქართველები ყავთ დღიურ მოჯამაგირეთ, მეტი არაფერი. შემდეგ ეს პროდუქტი გააქვთ იმ უცხოეთში და მიაქვთ თავიანთი იმაში და ის ქართული იმაში არ ბრუნავს პრინციპში. ეხლა გამოქვეყნდა ეგეთი ისიც რომ გაეროს ნორმებით, გაეროს დადგენილებით ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ვერ აწარმოებს საჭირო პროდუქციას დაახლოებით 20% თუ არის იმპორტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საშიში ქვეყნების სიაში შესაყვანი. ანუ რა საფრთხე ჩვენთან რამდენია იცით? 80%. ეს არ არის ჩემი სტატისტიკა, გვყავდა ჩვენ ფანტასტიკური ჩვენი წევრი არის ბატონი მურმან ქურიძე, დოქტორი და ამ საკითხების მკვლევარი და ძალიან ღირსეული ადამიანი და აი ესე დაიდო ეს ფაქტი. ანუ 80%, ანუ რას ნიშნავს ეს? მიწას უგდებთ სხვას, ჩვენ არაფერი ამოყავს, სოფლები დაცლილია, არანაირი ხელშეწყობა არ. 10,000 ჰექტარი დაუხნელა, აი რაიონები რასაც გვედა ახლა მუნიციპალიტეტი 10,000 ჰექტარი.
და ესე იგი სამაგირო აღარ უღირს გელაიხს უკვე არც პამედრის მოყვანა, არც კიდრის მოყვანა, არც იმისი კარტოფილი, ისინი დემპინგურ ფასებში, ეს არ არის ბატონო დემპინგურ ფასებში შემოაქვთ უცხოეთიდან გენმოდიფიცირებული საშინელი და აი მითი ყვებავენ ჩვენ სამაგირო და აქედან სადმე თუ ბიოპროდუქტი წარმოება იგივე დასახელება იგივე გაქვთ უკვე ვის შემოაქვს ხელისუფლებასთან ასოცირებულ კლანებს, რომლებსაც სეგმენტირებული აქვს იმპორტი და ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერცერთი ვერაფერს ვერ შემოიტანს. ფასებს რო დაუწყეს ბრძოლა ახლა ყველა ვინც არის დიდი სუპერმარკეტების მფლობელები, ყველა ზის პარლამენტში. რა თქმა უნდა. და ესენი და ვიზი აქვს გადაფორმებული ეს ბიზნესი და იღებენ თუ არა შემოსავლს. არა, ყველა იგზის. ყველა იგზის. მაგრამ ერთი დიდი მიღწევა გააკვეთეს, კვერცხი გაუიაფებიათ და ეს უკვე არის ნეტა რომელი ხარისხის კვერცხი, იმიტომ რომ 7 ლარი და 6 ლარი ღირს და 8 ლარი და მე არ ვიცი ახლა თუ ხარისხო კვერცხზე დიდი მიღწევა მგონია. ისე არ მოხდეს რომ ქართულმა ხალხმა ეს კვერცხები გაულაყოთ ამათ ასეთი იდიოტური გადაწყვეტილებებისთვის. ეხლა აი ფასების კომისია რო შექმნეს შოთა ბერეკაშვილი ხო? არის პარლამენტარი, ოფიციალურ მილიონერია. ის შეაუღონეს სათავეში. როგორ ფიქრობთ ახლა ის იმუშავებს ეფექტურად? და აგერ ხედავთ შედეგს. ვერაფერი ვერ დაადგინეს და რასაც ხადებენ. უცხოეთიდან უნდა მოუჭიოთ ექსპერტები, ესე ფული კიდე უნდა ჩვენ უხადოთ ბიუჯეტიდან იქით, რომ იმად დაგვიდგინონ რატოა ეს ფასები ასე. და როცა მოგახლიან იმ დასკვნას, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, უნდა იხარხარო კაცო, უცხოელი ექსპერტები მართლა რო ჩამოიყვანენ, მოგახლიან დასკვნას, რომ აი პლანების ინტერესი აქვს, მეტი არაფერი. იცით რა, დავით გალიგაშვილი მყავდა ეკონომიკის დოქტორი და სერიოზული პროფესიონალი, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან ამომწურავად ისაუბრა მან. ესე იგი, ირკვევა რომ აი დაუშვათ ხორბალი, ხო, რომელიც შეგვიძლია რაღაც 60%-მდე მაინც მოვამარაგოთ წისქვილი აღარ აქვს, ყველაფერი გაყიდული. აი, არაფერი აღარ არის დარჩენილი, გაუყიდავი რომ აიყოს რაღაც ეროვნული ბიზნესი. როდესაც საკუთარი რისკის ფასად წინასწარი კონტრაქტების გარეშე საქართველოში შესანიშნავი მოსავალი მიიღეს ხორბლისა, აი რომ იტყვიან ხელისუფლებას ამოფარებულმა კლანებმა ხელისუფლების ხელშეწყობით ყველა გააკოტრა. რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ მიიღოთ. ამიტომ ძალიან აი კიდე ერთი ეგეთი შეკითხვა უნდა დაგისვათ. მე რამგონია იცი რომ იყოს სურვილი საქართველოში სოფლის მეურნეობა აყვავდება. რა თქმა უნდა. იმპორტი შემცირდება და მართლა პირიქით იქნება 80% ჩვენ შეგვეძლება. ყველაფერი დადგენილია. მე მეჩვენება, მე არა ვარ პროფესიონალი. მე თქვენგან მაინტერესებს. ქალბატონონინო, მოდი ფუნდამენტურად შევეხოთ ახლა თქვენც იმ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხარ და იცით ხო? 92 წლიდან კომპლექსურად მიდის ეს შემთხვევით არ ხდება. მიზან მიმართულად ხდება ქვეყნის ნგრევა. ამას განათლებაც ამას უკავშირდება. ძალიან მოკლედ ავხსნი. რაც კი იყო ხო საბჭოთა კავშირის დროს შემორჩენილი ეს უზარმაზარი ფაბრიკა ქარხნები, უზარმაზარი დაუთვლელი, თლიანად დაანგრიეს. ესე გაიტანეს ყველაფერი ეს წინვალე დაზგები და ყველაფერი მიწასთან გაასწორეს, მოსპეს სოფლის მეურნეობა, მოსპეს მრეწველობა, მოსპეს ყველაფერი იმისთვის რომ ქართველი კაცი მუდმივად ყოფილიყო და მუდმივად გაქცეულიყო ქვეყნიდან. ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი ხორბალი იწარმოებოდა და მახსოვს, მამაჩემი აგრონომი იყო, მეურნეობის თავმჯდომარეც იყო ხოლმე, მახსოვს უზარმაზარ ტერიტორიებზე ქართლი მით უმეტეს არ არის ფლატხორბლის, მაგრამ უზარმაზარ ტერიტორიებზე იყო. აი ახლა ნახეთ განათლების იმაზე რა თქვეს. მოთხოვნილება არ არის აგრონომზე, მოთხოვნილება არ არის ინჟინერზე, სადურტყავენ მთლიანად ანადგურებენ ქვეყანას, რომ განათლებაც ახლა უნდა მოსპონ. ის ხომ მოსპეს ეროვნული წარმოება, მოსპეს ეკონომიკა, მოსპეს სოფლის მეურნეობა. ეხლა განათლებას მოსპობენ. მართლმადიდებლობა შეხედეთ რა დღეშია. შეხედეთ რა გაუკეთეს ამ ხალხს. ესე იგი ისიც გარყვნეს მთლიანად, ხომ? და რას გულისხმობთ? ხან ჯიპები დაურიგეს, ხან სამეუფეოები, ანიც ახლა არ მინდა ყველას ხო ერთი მასში არ იმარებთ, მაგრამ არიან ძალიან კარგი სასულიერო პირები, მაგრამ როდესაც საპატრიარქო დუმს
გარეჯზე ყველაფერს თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა. ქართული მიწების 70% გაყიდულია თბილისის გარშემო, მაღლა დაბლა ყველგან მთელ საქართველოში. გარეჯი ესეთი ამბავია და არაფერზე განცხადება არ გამოდის, ერთი განცხადება საპატრიარქოზე. მე ვიცი რაც ხდება და იმიტომ ძალიან ბევრი კარგი სასულიერო პირია, მაგრამ ისეთების ხელშია ჩაგდებული, რომ შემიძლია ხმამაღლა თქოს საპატრიარქო აღარ არსებობს. აი ყველაფერი მოსპეს და პირველი ამ ჩვენი მტრების ამით დავასრულებ. პირველი ჩვენი მტრების სამიზნე არის გაანადგურონ მართლმადიდებლობა საქართველოში. და მე რეფლიან განათლება მართლმადიდებლობა და მოსკოვ თქვენ ქვეყანა. ახსენეთ ძვიად გამსახურდია და მე მახსოვს, როდესაც დავდიოდი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ის ამბობდა, რომ მე ვარ ცენტრალიზაციის წინააღმდეგი, მე ვარ დეცენტრალიზაციის მომხრე და აი როგორ იცით, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადი ამ საკითხის სპეციალისტი არ იყო, მაგრამ მას ყავდა ვისგანაც იგებდა. ანუ ყველა რეგიონს საქართველოში ქონდა რომ ესე იგი ისეთი თვითყოფადები არიან და წყალი მაგალითად მესხეჯავახეთის საოცარის ბორჯომიდან დაწყებული ხო შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი აი ყველა რეგიონი უნდა ყოფილიყო რაჭა-ლეჩხუმი რამე არ გამომჩეს ყველა უნდა ყოფილიყო დატვირთული თვითონ რაც რისი წარმო მათ შეეძლოთ და აი ეს ამის იმედი ქონდა რომ აი ამ ასეთი მეთოდით საქართველოს მალე დადგებოდა ფეხზე. რა რიცით პოტენციალი არის უზარმაზარი ყველაფერი შესწავლილია ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ აგრარული ქვეყანა ვიქნებით, მაგრამ აიღეთ უგნებავთ ნიდერლანდები, რომლებიც ჩვენთან შედარებით ძალიან ცუდ პირობებში არიან. მათი სოფლის მეურნეობა ამ ზეინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა იძლევა 100 მილიარდ ევროს. მე მქონდა მათ სპეციალისტებთან საუბარი, რომლებიც ძალიან კარგად იციან საქართველოს პირობები 10-ჯერ უკეთესია ვიდრე ნიდერლანდებისა და ჩვენ გორში და მის შემოგარენში ხალხს ვაიძულებთ ვაშლის ბაღები აჭრას და ამ დროს 1000 ტონა ვაშლი შემოგვაქვს საღაციდან. ეს არის მიზანი. შედარებაც არ არის ჩვენი ვაშლი და შემოტანილი ვერ შეედრება პლასმასის ვაშლი. ჩვენი ვაშლი იგივე სამცხე-ჯავახეთში აიღეთ როგორია ვაშლი და ეს შენ შემოგაქვს 1000 ტონა და აიძულებს საკუთარ ხალხს რომ ხელი აიღონ იმ რაღაცებზე რომელიც ჩვენ გაგ კონკურენტუნარიანი ჩვენ არა მარტო შეგვიძლია საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენ გვაქვს სერიოზული ჭარბწარმოების საშუალება და გატანა გვაქვს. როდესაც ვაკეთებდით ქვეყნის განვითარების კონცეფციას, მაშინ ერთ-ერთ განხილვაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, გადაჭედილი დარბაზი იყო, მე ვთხოვე მას პირდაპირ ღიად, რომ მოდი ფილარმონიაში გადავიტანოთ ეს განხილვები, რადგან გაიფსება ხალხი, ხო იცით როგორია, ხალხს უნდა თავის ქვეყანაში რაღაცა და მე ვთხოვე მას საჯაროდ. მე არა მაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ იქნებ 3-4 სოფლიოში ცნობილი სპეციალისტი ჩამოიყვანოთ და მე გავაკეთებ მათთან მოხსენებებს, რომ თქვენ დარწმუნდეთ რა არის გაკეთებული, მას კი გაუკვირდა რა დონეზე გაგიკეთებიათო. და რა კი ეს არ გაკეთდა, უბრალოდ მე დამალე საერთოდ ბიძინა ივანიშვილი იქ შეკრებილი იყო იმ უვარგისი იმის კოალიციის ხალხი ნასეთკებს რო უძახიან ხო ციხეში ხალხს ეს ზუსტად ისეთი ლიბერასტებთან იყო მაგრამ თვითონ გააკეთა ეს არჩევანი. მე გეტყვით, მე შემდეგ გავაკეთე ის რომ ფრანგ და იტალიელ სპეციალისტებს რომლებიც ამ კარგად არიან ვაჩვენე ეს რაც შევძელი ეს იყო მათ დაარქვეს სახელი ინოვაციური სოფლის მეურნეობა ბიო სპერანო სუბტა და ზუსტად ის ფრაზა მითხრა ერთმანეთს და მეორემად. თქვენ ისეთი პირობები გაქვთ, სადაც შეგიძლიათ 24 საათი აწარმოოთ 12 თვის განმავლობაში პროდუქცია 13 კლიმატური ზონა. ამ იმერულად რო გითხრათ, ერთ ფინჩხა ქვეყანაში 13 კლიმატური ზონა და თქვენს კარგად იქნებით და
სოფლიო მოთხოვნებს თქვენ ვერ დააკმაყოფილებთ, მაგრამ იქნებით ძალიან სერიოზული შემოსავლიანი ქვეყანა. მე მხოლოდ ერთ პოტენციალს გეუბნებით, რომელიც აგრარულ სექტორშია. ახალი ტექნოლოგიები, ახალი ტექნიკა და ასე შემდეგ. რა გავაკეთეთ? სამაგიეროდ სოფელში ხალხს აღარ ვაჩერებთ, იმიტომ რომ იქ გაუსაძლისი გახადეს ცხოვრება. ამიტომ რა არის, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ კრიტიკულად, არა ვიღაცას ვაკრიტიკებთ, არამედ მდგომარეობას უყურებთ ისე როგორც არის და რატომ ხდება ასე? თუ გონიერ კაცს არ შეუძლია ამის გააზრება, მაშინ ჩვენ ძალიან ცუდად გქონია ბატონო დებულ, ბატონო გიგლა და ბატონო დავით. აი მე რა მაინტერესებს იცით? თვითონ ხომ იცის ხელისუფლება რომ ეს ესეა. აი რაში უნდა აწყობდეს, რა ფული უნდა მიიღოს? მარტივი პასუხია. რა არის? ეს არ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, ეს არ არის საქართველოს მესვეული ხელისუფლება, ვინც როგორც მოიყვანეს, დავალებას ასრულებენ. რა დიდი მისახვედრია. მე გავაგრძელებ თუ შეიძლება. ბატონი დემური ჰოლანდიის მაგალითს შეეხო. და უბრალოდ რო დავაზუსტო და კიდევ უფრო გასაგებად დაუხსნა თქვენს მაყურებელს. მეორე ადგილზეა ჰოლანდია ექსპორტის თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის პროდუქტების. აი ზუსტად ჰოლანდიიდან რამდენიმე წლის წინათ იყვნენ აქ ჩამოსული საქართველოში სპეციალისტები, უბრალოდ ჯერ რა ქვია ქართველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაუგზავნეს ეს ბატონმა მურმანკურიძემ მეამბო, გაუგზავნეს ჰოლანდიელებს ის მონაცემები, რაც საქართველოს ჰქონდა, რაც აგროინდუსტრიისთვის არის საჭირო. და იქიდან მოვიდა პასუხი. ხა ჰოლანდია როგორც ცნობილია, აღიარებულია არასახარბიელო იმისთვის, სოფლის მეურნეობისთვის. ზღვის დონეზე დაბლა აქვს საკმაოდ ბევრი ტერიტორია. სასწაულისა და ჩვენ პირიქით, ჩვენ ძალიან სახარბიელო ზონა არის ჩათვლილი აგროინდუსტრიისთვის. და იქიდან მოვიდა პასუხი, კი მაგრამ ასეთი მონაცემები თუ გაქვთ, ასეთი პირობები თუ გაქვთ, ასეთ დღეში რატო ხართ? აი ზუსტად იმიტომ ვართ ასეთ დღეში, რომ ბოლო 35 წელია ჩემო ნინო ქვეყანას გარედან დასმული ხელისუფლებები ყავს. ვერ ვეღისეთ მართლა დამოუკიდებელ და ჩვენს მიერ არჩეულ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ვინც ყავდა არჩეული? მოკლეს. და რა პირობებში და როგორ მოკლეს, ეს ალგე საკითხია. უშუალო მკვლელები კიდე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან მოკალათებული და დღემდე ცივნიებს არ აკარებენ. აი ეს არის უბედურება და ეს არის კიდევ ერთხელ ასახსნელი და დაუღეჭოთ უნდა ქართულ ხალხს, ეს უნდა უთხრათ. სანამ რეალური არჩევნები საქართველოში არ ჩატარდებოდა, ხალხი, საზოგადოება არ გამოვა ავანსცენაზე, მანამდე ხან ბრიუსელი დაგვინიშნავს აქ ხელისუფლებას, ხან ვაშინგტონი, ხან აქვეა იმას მოსკოვი, ხან პეკინი და აი პეკინის სტარტზეა. ივანიშვილი ვინ დაგვინიშნა? ქართული ხალხის არჩევანი არის ივანიშვილი. მოდი მაგაზე სხვანაირად გეტყვით. ნახეთ, ცოტა მე შემიძლია ზუსტად გითხრათ და მე მგონი ყველა ვიცით ამას. საქართველოში არც ერთ არჩევნებზე ხალხის განწყობა არ გაყალბებულა. ხო სწორია? რა, სააკაშვილი რომ აირჩია, მილიონიანი კუდი მოყვებოდა, ხო, დასავლეთიდან რომ მოდიოდა. ესე იგი, კარგი იყო არჩევანი, ცუდი არ გეუბნებით. ესე იგი, ქართველი ხალხი თავისი არასახელმწიფოებრივი აზროვნები და გარკვეულად პატრონყმური და მიმდობლობით კიდე მიამიტობიდან გამომდინარე არ გამოდის იმ ინტერესებიდან, რომელსაც საღი პრაგმატული ოჯახი უნდა გამოდიოდეს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი, რომელიც დანახული არ ყავდათ, სახეზე არ იცოდნენ სიხარულისგან ლამის გასდეს 1.15-20 საათად ჩვენ ხო დაგვირიგებსო, ბევრი ფული აქვს, გამიგეთ? ხო, რატო გონია ქართულს? სააკაშვილი, მე პარლამენტში ვიყავი მაშინ და ვიცი, ადამიანი რომელიც ჯერ საქმეში რეალურად არ გინახავს, ნახეთ ამერიკაში პრეზიდენტი ვერ გახდები გუბერნატორი თუ არ იქენი, გუბერნატორობა არის ფაქტობრივად ისეთი ეტაპი, როცა შენ სერიოზულ სახელმწიფოს საქმეს აკეთებ, ხო სწორია? ყველგან ასია. გინახავთ სადმე კობახიძის ასაკის ადამიანი პრემიერ-მინისტრი, რომელიმე ქვეყანაში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ სულელი არავინ არ არის. ქართველები გამოდგნენ ცოტა ნამეტანი უპასუხისმგებლოები, თორემ უმწიფარ ადამიანს ხელისუფლებაში ხმას როგორ აძლევს, როგორ უშვებს? უმწიფარი და მართვის გამოცდილება. უნარო პრემიერ-მინისტრად ქართულ ხალხს არ აურჩევია. არავის არა პრემიერ-მინისტრი. რა დაირღვა? ივანიშვილმა ნახეთ ეხა თავარც მივხედოთ. დიახ.
სისხლიანი რევოლუცია, ხო? გადატრიალება 92-ში. მერე კიდე ერთი გადატრიალება 2003-ში. მართალია თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული გადატრიალება, მაგრამ გადატრიალება. ხალხი წამოეგო. მერე 2012-ში ხალხს სულ სხვა უნდოდა და მაგრამ მოატყუეს და გაუკეთეს ეს ნომერი. დააკვირდით რაშია საქმე. ერთი კონსტიტუცია, რომელიც სისხლიანით იქნა. მეორე კონსტიტუცია, რომელიც რევოლუციონერმა სამეულმა მოირგო თავის ტანზე, მეოთხე ცვლილებები, როცა 78 სულელური მუხლი შეიტანეს ამ ხელისუფლებისა, ესე იგი, რა გამოდის, ქვეყანა არ დგას იმ კონსტრუქციაზე, სადაც შესაძლებელია, რომ მუშაობდეს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოში შეკავება გაწონასწორების მექანიზმები. თუ ეს არ არის, ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ანუ კონსტიტუციიდან გასული ქვეყანა ვართ და პრემიერი საცოდავი ახალგაზრდა კაცი გვეუბნება, რომ კონსტიტუციის შეურაცხყოფისთვისო და დაჟდა უნდა შემოიკიმა, შენ კონსტიტუციური პირველი პირი ხარ არაფორმალური მმართველის ფაქტობრივად პაიკი. და აი ეს მისი ბრალია, არაფორმალური მმართველის თუ ჩვენი. აი მე ხლე ამ არჩევნებზე ერთ რაღაცას ვეთქვი. კი, აი ხო ვუშვებთ ჩვენ, რომ მესია ნამდვილად, რომ ხალხი უჭერდა მხარს, ხო, რაღაც საკმაოდ დიდი ნაწილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს უჭერდა ივანიშვილსაც. ეს ყველაფერი მზადდებოდა წლების განმავლობაში. იმდენად შეაზეზღა შევარდნაძის მმართველობამ ხალხს თავი, რომ მოდიოდა ეს ახალგაზრდა კაცი ვითომ და ყველა ტელევიზია აბსოლუტურად ამათ ხელში იყო, პროპაგანდისტური არხები, მედია საშუალებები, ხო? ბატონო დავით, ვინც აი უკაცრავად სააკაშვილს, ვინც პირადად იცნობს და 15 წუთიც კი საკმარისი იყო მასთან ურთიერთობის, უნდა მიხვედრილიყო, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება რომ მესმის თქვენ რასაც ამოთ, მაგრამ ეს მედია საშუალებები შეუხატავდნენ წლების განმავლობაში ამას, რომ ხალხი მოტყუდა, თანაც ოღონდაც ნახეთ როგორ ნახეთ ოღონდ ორ ვარიანტს გიდებენ ყოველთვის. ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და ვინც უნდა მოვიდეს. ოღონდ სააკაშვილი წავიდეს, ვინც უნდა მოვიდეს. მოდი პატარა უბედურობა ავირჩიოთ, ეხლა თუ გინდა ბიზინა გაუშვათ და თუ გინდა ეს ლიბერალები მოვიდე, ხო? აი პატარა უბედურებას, როდესაც ადამიანი მხარს უჭერს, ესეთი ბუნება აქვს ის გადიდება. იქცა როგორად ხომ ხედავთ, სააკაშვილს გადააჭარბეს უკვე. ნახეთ, კიდე მთავარი. ჩვენ გვაქვს ვითომ საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკის დაუწერელი და დაწერილი კანონია, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ვისაც ხმა მისცა ხალხმა უნდა გახდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. მითხარით ერთი რომელი პარტიით გაიმარჯვა ირაკლი კობახიძე, ღარიბაშვილმა, კიდევ იქ შემომეგობრებმა, კიდევ იქ ახალგაზრდა კაცმა, ვინ რომელი პარტიით გაიმარჯვეს არჩევნებში. რა გამოვიდა? კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და არაფერს არ წარმოადგენს, არაფორმალური მმართველია კონსტიტუცია, სამართალიც და აღმასრულებელიც და საკანონმდებლოდ, დანარჩენი ნოტარიუსები არიან. მოდის აქედან ბრძანებდეს. საერთოდ ბატონო დებურ, საარჩევნო კანონი რატო უნდა იყოს ისე, რომ 50 + 1 თუ არ მოვიდა, რატო უნდა გადამიწყვიტოს მე ბედი 35%-მა. 39% საკმარისია ორი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბანზე, არჩევნები ასეთ მოიგეს თავზე. არჩევნები ჩატარებულა თვითონ. ძალიან ბევრი. ეხლა 55%-დან რამდენი მიიღო ოცნებამ? 45% რაღაც, ხო? ეხლა ნახეთ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, სადღაც 15% მთელი აურჩევლევისა თუ 12, ხო? 15%-იანმა ხარდამჭერმა პარტიამ ყველაფერი როგორ შეიძლება ხელში აიღო, კაცო, მთავრობას, პარლამენტს და დანარჩენ ხალხს ბოდიში და თავზე წამოგვასწრებს. აი ნახეთ კიდევ ერთი მთავარი რაც ჩვენი ხალხის მიამიტობას უჩვენებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ესე იგი, ხალხმა, რომელიც ხელისუფლებაშია, ისიც კი არ იცის, რომ ერთი გუნდიც რომ იყო პარლამენტი როცა ხარ, შენ უნდა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი. კი ბატონო. მაკონტროლებელი არ გამოვა სხვანაირად. ერთი გუნდობა არ ნიშნავს შენ თამაშის წესი დაარღვიო
და არ შეიძლება შენ შეიკრა როგორც ერთი და აი ძმაკაცობის პარტიული ინტერესების დონეზე აწყო სახელმწიფო. ნახეთ რა დღეში ვართ. ასეთი მახინჯის სისტემის შენარჩუნება შეიძლება მხოლოდ ტოტალური კორუფციის ხარჯზე. და ზუსტად ტოტალური კორუფციაშია ყველაფერი ჩაფლული და ეს შემთხვევით არ არის. ამ მახინჯ სისტემას სხვანაირად ვერ შეინარჩუნა. აქ გაკვირთ კი შევეხეთ, მაგრამ თავარი ამა ვინც ისარგებლა ქართული ხალხის სწორად თქვა ბატონო მეამიტობით და მიმდობლობით ეს სიღრმეებში რო ჩავდიოთ, ყველაფერი გაკეთდა მედიის დახმარებით. ჩვენ ეს ვიცით ძალიან კარგად. საინფორმაციო კომუნიკაციული ტექნოლოგიები დღეს იძლევა ამის საშუალებას და ნახეთ სლოგანი, როცა კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და კანონიერი პრეზიდენტი მოკლეს, იმის შემდეგ გვიშველის ვინ მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. სლოგანი ეს იყო, ხო, დაახლოებით ეს იყო. და მაპატიეთ ჟარგონი და აჭამეს ქართულ ხალხს, ხო? დავინახეთ რა შედეგი იყო. შემდეგ იყო აი პროდასავლური ახალგაზრდა კაცო ევროპაში მიღებული განათლებით და ასე შემდეგ და აქაც ეგ ენერგიული ენების მცოდნე და გადაგვაყოლეს ამ ენებს და სუფთა აი ვინ დავსვით და ვინ ხა მე არ მიმიცე იმისთვის ხმა და არც ერთისთვის, არც მეორესთვის და არც მესამესთვის, მაგრამ ნუ ესე ამის შემდეგ გააჩინეს ახალი სლოგანი და ამზადებდნენ ყველაფერს ამით ივანიშვილის მოსაყვანად, რომ აი მილიარდერი არ ჭირდება ბატონო მას ფული არ იქნება კორუფცია არ იქნება არაფერი და ასე შემდეგ ეგეც ვჟამეთ და მივიღეთ ივანიშვილი და ეხლა ნახეთ რა თქვა ბატონმა დემურმა ესე იგი არაფორმალური მართველი როგორც კი გახდა პრემიერი რამდენ თვეში გადადგა სულ რაღაც რამდენიმე თვეში ხო 4 თუ 5 თვე იყო მე მგონი არ მახსოვს ეხლა რაღაც მაგრამ ეგრევე 2000 დაახლოებით ეგრევე და რომ მე გავედი კი მაგრამ სად გახვედი კაცო ანდა რატო გახვედი? ხო, რატო გახვედი? პასუხისმგებლობა რატო გახვედი? და ესე ჩრდილიდან მართავს ყველაფერს და ნახეთ რა ხდება ეხლა. გავხსენოთ საბჭოთა პერიოდი, ეხლა ვაგინოთ რაც გვინდა ის ვაკეთოთ ყველაფერი. საბჭოთა პერიოდში სკოლის თქვათ რიგითი მასწავლებელი რაღაცას რო დააშავებ და გააჩნდა ეხლა ხარეს, ხო? მინიმუმ სკოლის დირექტორი ეწირებოდა ამ ამბავს. არ იყო ესე? ბიუროს დონეზე და შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით იყო რაიკომის მდივანსხლიდან და პასუხისმგებლობის მომენტი იყო გაცნობიერებული ბოლომდე. აქ რა ხდება? ერთი პრემიერი, სწორად თქვა ხო, ერთი პრემიერი ციხეში, მინისტრები ციხეში, უმძიმესი ბრალდები, სად არის პასუხისმგებლობის ნორმა? რა შეუბნები ხალხს? რა შეუბნები ხალხს? ესე იგი, ნუ აი რა დონეზე გვაბოლებენ, ნუ არა შეიძლება 2024 წლის არჩევნებში ოცნების პირველი ნომერი სიაში ვინ იყო? 2000 რომელში? 2024-ში. ივანიშვილი არ იყო კაცო პირველ ნომერი მორჩა მე სადაც სადავიდა კითხეთ მე რას მეკითხები თუ არ გავიგე ჩვენ რას ვკითხულობთ კაცო ეს მომენტია რატო წავიდა იმიტომ რომ შენ მოგცა ხმა ხო ამიტომ შენ უნდა იყო პასუხისმგებლობა ხო ისტორია საპატიო თავმჯდომარეა ბატონო რისი საპატიო ხო გვახსოვს როგორ იღებდა პასუხისმგებლობას ბატონი ბიძინა როცა მეორე ტურში ძლივს გაიყვანეს არ ვამბობ არ ვიხმარ სიტყვას გაათრიეს მეთქი სალომე ზურაბიშვილი აბატონო რაც მივიღეთ შედეგი ხო მივიღეთ ერთი პრეზიდენტი დღემდე უცხოეთში ხალბატონი სალომე იმას რა ქვია წერილებს აგზავნის პრეზიდენტად მოიხსენიება გერმანიის პრეზიდენტად მიმართავს და მოიხსენიებს მას ჯერ კიდევ ნუ ეს არის დამოკიდებული აი ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და ხშირად ვსვამ ხოლმე ესეც რიტორიკული კითხვა აი როცა ღარიბაშვილს შეეხება საქმე რომელიც იღებდა შემოსავლებს იმ ბიზნესით რის უფლებაც არ ქონდა. ივანიშვილმა ვინმეზე აი 4-3-5 თვეში გადააფორმა თავისი ბიზნესი და არ იღებდა შემოსავლებს. თუ როგორ ესე იგი მისთვის შეიძლება და ეხლა ეს ხარია ღარიბაშვილი და მისთვის არა? ეს გადაფორმებაც ხო ფორმალურია. რა თქმა უნდა. ყველა იმას ბიზნესზე გადაფორმებულია ოჯახის წევრებს იმას და ისევე ჩავლებრივად აგრძელებენ რა. კახაბექაური იყო იმაში, მაგრამ ორი ნაბიჯი და მთელი სისტემები და მთელი ახმედან აყიდია. მერე რა ბატონებო ჩვენ გააცნეს პირველი ნაწილი დამთავრდა დასრულდა დრო ამოიწურა ცოტა ხანი გავალთ რეკლამაზე და მალე დავბრუნდებით ეთერში დროებით